ძვირფასო ბავშვებო, დედებო და მამებო, იჩქარეთ მოინახულოთ ჩვენი ზღაპრის სამეფო. აქ თქვენ გელით კიდევ ერთი ძველი კარგი ზღაპარი, საოცარი ჯადოსნური, კეთილი და ლამაზი. Bank Animation Studios-ი წარმოგიდგენთ მოხუცი ჯადოქრის ზღაპრებს. დღეს გიამბობთ ზღაპარს სამ ძმაზე, სამ არაჩვეულებრივ გოჭზე. სამი გოჭი. სცენარის ავტორი პოლ ლედონი, კომპოზიტორი ტონი კინგი. ბავშვებო, სანამ პაპას მიირთმევთ, უნდა დაგელაპარაკოთ. ჩანგალი კოზე დიდია, მაგრამ კოზე მეტი პაპა ეტევა. ამიტომ ჯობს ამი შევჭამო. მადლობთ, დედა. რაღაც შეუძლოთ გრძნობ თავს. შეუძლოთ? რა ავად გახდი? მაგრამ დედა, შენ არ შეიძლება ავად იყო. დაწყნარდით, რამდენიმე დღეში გამოვჯამრთელდები, მაგრამ ბაზარში თქვენ მოგიწევთ წასვლა. აი თქვენ ფული. მხოლოდ გაუფრთხილდით, სახარჯოთ მეტი ფული აღარ გვაქვს. დღეს რუხ დათბინის ქირაც უნდა გადავუხადოთ. და ეს თანხა უნდა ვიმყოფინოთ. ხომ იცით, ის როგორი მრისხანეა. წადით და დაიმახსოვრეთ. დახარჯოთ. ძალიან ბევრი. ფული. მოდი ამას ვიყიდი. დედა, სხვა ბევრი ფული არ დაგარჯოთო. მართალი ხარ, მაგრამ ერთ რამეს მაინც ვიყიდი. არა, ამ ფულით მხოლოდ საჭმელი უნდა ვიყიდოთ. მე მომეცი. მე მომეცი. არა მე. ჯო, შენ არ დარჩი და ფულს უდარაჯე. წავა, შარფებს დავათვალიერე. მე კი აფასიან პროდუქტებს მოვნახავ, დაიმახსოვრე.
ჩვენი დედა დაიღალა და ავად გახდა. ეს 8 პენი კი დარჩენილი ფულია. კარგი. შაკადა ფრანკ ჩემო ბიჭო ციცილა გასაფუთად მზადა. ეს ხომ გოჭია ბოს. ვიცი იდიოტა. როგორც იტყვი უბრალოდ. წამოდი. გავატყავოთ ეს კოჭი. უბრალოდ თქვენ რა, ცხოვრები არ გაყვართ? გოჭუნა, იცი დღეს როგორ გაგიმართლა? ფერც არ ვიცი. ან გამიმართლა, ან არა. შეშლილი კოჭი. რაღაც ცუდად გამოიყურები. მართლა, თავის მშვენივრად უგზნობ. ყელი ჩამოსიებულია, ყურები გაწითლებული, ფეხები დამტვრეული, ცხვირი მშრალი. გონიავად ხარ გოჭო. შენ მხოლოდ ერთი რამ გიშველის. მართლა? რა? აი ეს, ცუდი დიდი მგლის ჯადოსნური ელექსირია. მხოლოდ ერთი ჩაის კოვზის მიღებით თვალი აგეხილება. ყრუსმენა მიეცემა, ხოლო კოჭლი ხტუნვას დაიწყებს. ხო, მაგრამ მე მშვენივრად უგზნობ თავს. დედა შენი ავად ხომ მასე არ არის? დედა ჩემი ამბავი შეიტანიც. ბევრი რამ ვიცი, მაგალითად ვიცი რამდენი ფული გაქვს საფულეში. ეს არ გეჭოდინებათ. 8 პენი. მართლა? მაგრამ საიდან შეიტყვეთ? ხომ გითხარი დღეს გაგიმართლა მეთქი ჯადოსნური ელექსირი ზუსტად 8 პენი ღირს. ხო, მაგრამ ის ხომ 2 პენი ღირდა. ჩვეულებრივი ჯადოსნური ელექსირი 2 პენი ღირს, მაგრამ სპეციალური ჯადოსნური ელექსირი გოჭებისათვის 8 პენი. გაიგე? გაიმახსოვრე. მე ავიღებ 8 პენს და სპეციალური გოჭის დოზას დაგიმზადებ. რა, არ შემიძლია. არ გინდა რომ დედა შენი გამოჩამთელდეს? რა თქმა უნდა მინდა. ხომ იცი რა უშველის დედა შენს? არ იცი? ელექსირი? სპეციალური ელექსირი გოჭებისათვის. აქ დამელოდე, ახლა მოგიდან. ახლა შეუდგეთ გოჭებისთვის სპეციალური ელექსირის დამზადებას. უფროსო, ჩვენ ხომ გოჭებისთვის სპეციალურ ელექსირს არ ვამზადებთ? უკვე ვამზადებთ, სულელო. სულ ცოტა ცივი ჩაი, ცოტა სარეველა ბალახი და საიდუმლო ინგრედიენტი. მიწა. შევანჯღრიოთ და ჯადოსნური ელექსირი გოჭებისათვის მზად არის. ხო, მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი ელექსირი, რომელსაც მიწა აქვს დამატებული. ვიცი იდიოტო, ეს ჩვენი საიდუმლოა. ხომ გითხარი გოჭუნი დღეს ბედნიერი დღე გაქვს მეთქი. ხო, მითხარით. ხომ გინდა რომ დედა შენი გამოჩამრთელდეს? მინდა. ძალიან კარგი. წამის შემდეგ ერთი ჩაის კოვს რომ დალევს, დედა შენი ხელახლა დაიბადება. ნახვამდის კარგად იყავით. ყველაფერი 6 პენი დაგვიჯდება. 2 პენის დავზოგა და დედას გაუხარდება. ეს რა არის, ჯო? ეს ჭამალია. დედასთვის. მართლა, რა უცნაურად გამოიყურება. რა გინდა ეს ჭამალი? სად არის 8 პენი? ეს ჭამალი სწორედ 8 პენი ღირდა. რა? არა, ეს ხომ? ადონი რუხი დათვია. ჩამომეცალეთ ღორებო, სად არის ჩემი ფული? აი ბატონო რუხო დათვო, ერთი თვის ფული 6 პენი. გადასახადები გაიზარდა. კიდევ 2 პენი გვართებთ. გაიგე?
კი, მაგრამ მე არ მაქვს 2 პენი. Բայց մի բրդրուս դիտ կարետ մի բժապի დედა რა მოხდა? ბატონმა დათვმა ქირა გასარდა. იმედია საკვებში მთელი ფული არ დაგიხარჯავთ. მომეცით 2 პენი ქისიდან და გარეთ აღარ გაგყვრიან. საქმე ისაა, რომ ფული აღარ დაგვრჩა. მე მთელი ფული ამ წამალში მივეცი დედა ვიფიქრე ეს წამალი გიშველი და ახლა კი ვხვდები რომ ვერ გიშველის რადგან ქუჩაში გავკეტევენ მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი გამნაშავე ვარ ჯო, ნუ დარდობ. შენ კეთილშობილურად მოიქეცი დარწმუნებული ვარ ეს განსაკუთრებული წამალია. მომეცით აკა შევხედო ექიმი მგლის ჯადოსნური ელექსირი ყველა ამატყოფისთვის იქნებ მეც გამიხუჩოს 60 ტკივილი ეს წამალი მხოლოდ გოჭებისთვისაა ეტიკეტზე გარწერია მაგრამ ის 8 პენი ღირს. კარგი ეს იყოს თქვენი ამ თვის გადასახადი შემდეგი თვის ფულს კი ხვალ მოპიტავთ 8 პენს გადაიხდით და რა დაკდად მიბრძანდებით უნდა გამოვემშვიდობა ჩემს ელექსირს ჩემს საჭმელს, ჩემს შარფს. და ჩემს სახლსაც. ბავშვებო, მივდივართ. ჩემს დასთან დეიდა ბაკონისთან გადავდივართ საცხოვრებლად. დეიდა ბაკონს ხომ თავისი 6 გოჭი ყავს. სწორედ ამიტომ მარტო მე გადავდივარ. აი ჩვენი ბოლო 6 პენი. თითოეულს 2 პენის მოგცემთ, ხოლოდ მეტი შეცდომა აღარ დაუშვათ. კი, მაგრამ დედა, რა უნდა გავაკეთოთ? ბიჭებო, ნიკაპზე წერი გამოგეზარდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე გაიზარდეთ. დამოუკიდებელ ცხოვრებას უნდა ეწიოთ. მე მინდა რომ მიწა მონახოთ და ჩვენი ოჯახისთვის სახლი ააშენოთ. სახლი? და რომ ააშენებთ, მომაკითხავთ და წამიყვანთ დეიდა ბაკონისგან. კი მაგრამ დედა სად წავიდეთ ან როგორი სახლია ვაშენოთ თავად უნდა გადაწყვიტოთ. ჯერა რომ თქვენი გადაწყვეტილება მართებული იქნება. მიყვარხართ და მინდა რომ ფრთხილად იყოთ. ქვეყანაზე მრავალი ჯურის ხალხი ცხოვრობს. ზოგი კარგია, ზოგიც კი ჩუდი მართალია. ეცადეთ მხოლოდ კარგ ხალხთან დაიჭიროთ საქმე. ნახვამდის ბავშვებო, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. შეკადე პრენკ ხედავ სამი თითილ გასაპუტად მზადაა შო ესენი გოჭები არიან და არა ვიცი დიეტა მომეცი მიღაბი კი მაგრამ შენი ღვარ ადგინდათ უფროსო ერთმა სულელმა გოჭმა შეიძლება მიცნას აქ დარჩი და მიყურე როგორ გავაძრობთ კავს ამ გოჭებს ხო მაგრამ უფროსო ესენი ცხრები კი არა გოჭები არიან მოყურე და ისწავლე Good morning, little დილამ შვიდობისა პატარა მეგობრებო მე მელია ედუარდი ვარ შენ არ ხარ მელია, შენ გელი ხარ. აი სამწუხარო და არა მართალია მგელს გავარ მანერებიც მგლისა მაქვს და სულიც მისი ამდის მაგრამ სულის სიღრმეში მელია ვარ ედუარდი მებატი ბატონო მელა ჩვენ მე თქვენ ადრე სხვა გარემოებაში არა ერთმანეთს არასოდეს შევხვედრივართ მე კი მომეჩვენა რომ სიმართლე გითხრათ მომეჩვენა რომ მომეჩვენა გეყოფა ჯო. ხომ ვერ დაგვეხმარებით ბატონო მელა, ნიწის ყიდვა გვინდა. დაუჯერებელია უბრალოდ წარმოუდგენელია თქვენ მიწის ყიდვა გინდათ მე კიდე მისი გაყიდვა მართლა? მართლა ყიდით მიწას? და რაც მთავარია ძალიან იაფად მეც როგორ მიწას ეძებთ
თავისუფალს, რომ მასზე სახლის აშენება შეიძლებოდეს და იქიდან მდინარის ლამაზი ხედი იშლებოდეს. სოფელში შეფური. არა გზაზე. თავისუფალი მიწა მდინარის ხედით. სწორედ ასეთი მიწა მაქვს, მომყევით. როგორ გაგვიმართლა? დედას როგორ გაუხარდება? შეიძლება პარკში შეხვდი, შეიძლება მდინარეზე, არ ვიცი. როგორია? როგორ ის გვინდოდა? არა ჩვეულებული ადგილია. მოდით ახლა მივიყიდოთ. ძალიან წუხვარ ბატონო მელა, მაგრამ ასეთი ლამაზი ადგილი საკმაოდ ფული არ გვეყოფა. ედვარდი დამიძახეთ. ფული რამდენი გაქვს? მხოლოდ 6 პენი. ჩვენმა ძმამ ჯომ დაკარგა ფული, ვიღაც თაღლითმა მგელმა მოატყუა. რა საშინელება, ჩვენს დროში არავის არ უნდა ენდო. აი, დედა ჩემს გვეუბნება ხოლმე. მართალიც არის. თქვენ თქვით რომ 6 პენი გვაქვს არა? 6 პენი? ამ თანხით მიწას უნდა ვიყიდეთ და სახლის ავაშენოთ. მოსაგებია. იცით ახლა როგორ მოიქცევი? რადგანაც ძალიან მიყვარხართ და გითმობთ ამ მიწას თითქმის უფასოდ და მაშინ მხოლოდ 3 პენის გამოგართმა. თანახმა ვარ. დიდი მადლობა ბატონო მელია. არა. ედვარდი დამიძახეთ. გმადლობთ ედვარდ. ვაიმე, გამახსენდა, მე თქვენ ბაზრობაზე გნახეთ. არა, საშობაო ცეკვებზე. ან შეიძლება ჯო. It's bright and new. I love those pigs. ეს გოჭები ჩემს წარმატებას განაპირობებენ. ძალიან მომწონა. ეს ფული როგორ იშალა? Sold them this land. მათ მიწა მიიყიდეთ და იაფად. მიწა მიყიდა, მაგრამ ის ხომ თქვენი არ არის? Well, საინტერესო აბა ვის ეკუთვნის? თავი შორს დაიჭირეთ, რუხი დათვის საკუთრება. რუხი დათვის? Grizzle bear. I still say we მე ვამბობ რომ სახლის ჩალიც უნდა ავაშენოთ. and I still მე კი ვამბობ რომ ჩალა სამშენებლო უარგისია. and I still აი, მე კი ვამბობ რომ რას ვამბობ? მოდი ასე მოვილაპარაკოთ. ყველა თავის გზაზე წავიდეს და მოძებნოს ის მასალა, რითიც მისი აზრით ჯობს სახლის აშენება. თანახმა ხარ? თანახმა ვარ. კარგი, გადაწყვეტილია. ჩალა. something strong. საჭიროა უფრო მყარი მასალა. მართალია, მაგრამ მაინც რა? ჩალა. ჩალა. მაინც სად უნდა ვნახო ეს ჩალა? იყიდება ჩალა. როგორ გამიმართლა? Howdy, boy. გამარჯობა ბიჭუნა. რა ლამაზი სახლი გაქვს? ზუსტად ასეთივე მინდა ავაშენო. Want to build a house out of ჩალის სახლი straw? გინდა აშენო. როგორ გქონიათ? შევძლებთ თქვენნაირი სახლის აშენებას? თუ ჩემგან იყიდი რამდენსაც მოერები შეგიძლია იმდენი ჩალაცა იყოს მხოლოდ 1 პენად. One penny. მოვილაპარაკეთ. Down here. აი. აქ ჩავიდო. კიდევ აქაც. აქაც არის ადგილი. გონი ცოტა აქაც ჩაეტევა. შენ რაღაც დაგავიწყდა. ეს ვინ თქვა? მან Who said that? ვიღაბარაკო? მე ჭრიჭინა კარენი ვარ. მე კი კრისტოფერი. Straw and ჩალა შეგიძლია ქუდის ქვეშაც ჩაიტენო. გმადლობთ, კრისტოფერ, ძალიან კარგი აზრია. იქნებ შავლის ქვეშაც. კარგი, აქაც ჩაეტევა. დაგეხმარები. thank you. გმადლობთ. გმადლობთ. Thank you very ძალიან დიდი მადლობა ჩემო პატარა ჭრიჭინებო. იქნებ ჩალის სახლის აშენებაში მომეხმაროთ, მეგობარო ჭრიჭინებო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან საინტერესო იქნება. He didn't need the ურიკა არ დაგჭირდებათ ურიკა. I'll build a straw house for მე ავაშენებ ჩალის სახლს, რადგან უკვე დიდი ვარ და ნიკაპზეც წვერი ამომდის. ის ჩალის სახლსაა,
აშენებს. Look at that. შეხედერდი ამ სულელ გოჩ ჩალის სახლს აშენებს. ჩალის. მე კი მოწონს. ისეთივე შტერი ხარ როგორც ეს სულელი ღორი. პირველივე ნიავი ამ სახლს მთლიანად დაანგრევს. აი ისი მე არც ისეთი მდიდარი წარმოსახვა მაქვს. ფრენკ ჩემო ბიჭო. ნახერას გერთობი. მე ყურე და ისწავლე სულელი. მორჩა, სახლი აშენებულია. ნისველად, გელი. ჩარა, ჩალის სახლს შევაფარო თავი. That ought to hold. აქ ის ვერ შემოაღწევს. Little pig. გოჯუნა, Pig. გოჯუნი. შემოუშვიჭა გარაყაჩაღი. Not by the head. ზრდასრულმა გოჭებმა იციან, რომ ცუდ ბიძიებს კარი არ უნდა გაუღონ. ჰაერს შევისუნთ გაუშეგიბერავდა შენი სახლი და იშლება იცოდა. Sorry, Marco. გვაბადიე მარკო გოჩქარება ნახვამდის. See ya. ტივის ვიში მგლები არ არის. კარგად. Maybe I should. ორი გვაიქნება ბუნებაში თუ გავისეირნებ. ნეტა, რითი ჯობია, სახლი ავაშენო. ხისტოტოვით აშენე. I beg your pardon. მაბატიეთ, ვერ გავიგე. შენი სახლი. You should build a house. შენი სახლი ხისტოტოვით აშენე. ახლა გაიგე? ტოტებით? ასეთი რამ ვინმემ შემოგთავაზა? ისე საერთოდ Follow me, pig. Hurry up. გამოყევი გოჭო. You see, pig? იშხარე, საუკეთესო სახლი ფიჩხით შენდება, გესმის? I see, but როგორ არ მესმის? ფიჩხით სახლის აშენებას რა უნდა? easy. რა უნდაო? რა და ყურადღება და მოთმინება უნდა. მაგრამ ამის ახსან განმარტების დრო აღარ მაქვს. მაბატიეთ, ბატონო თაყო, მე ჯო მქვია და თვითონ ვაპირებ სახლის აშენებას. შეტავდნენ ფიჩხს ერთენად ხომ ვერ მომყიდით? არა, ბიზნესით ნამდვილად ვერ დავკავდები. არ მცალია, ნახვამდის ჯო. მე უნდა ვიმუშავო. ახალგაზრდა ვერთი პენი არაფერში მჭირდება. ჩემთვის, ჩემი შვილებისათვის, ბარისა და ბერტასთვის პანტის შეგროვება უფრო მნიშვნელოვანია. გამარჯობა. გამარჯობა. პანტა მოვაგროვო? ამ დავალებას კი გავართმევ თავს, მაგრამ პანტა საკვეძებო? ხეების კენწეროებზე. ჩვენ თანხებს არ შეგვიძლია ხეებზე აწრომა. არც გოჭებს არ შეგვიძლია. მაგრამ შევეცდები შევასრულო თქვენი თხოვნა. Oh dear. ღმერთო ჩემო, ნუ თუ გოჭებს არ შეუძლიათ ხეზე აწრომა. Well, მაინც შევამოწმოთ. არა, didn't work. ასე არ გამოვა. Maybe if I get a run. იქნებ გარბენით ვცადო. 1, 1, 2, 2, 3. ვაიმე, ამ ხეზე ვერასოდესაც ვერ ავალ. რა მოხდა გოჭუნი? გრძელი ისტორია. მოკლედ მითხარი. My mama was კარგი, feeling დედა ავად better, გახდა. so მე მას სამკურნალო ელექსირი ვუყიდებ. კალბატონმა თახვა მითხრა, რომ თუ მის შვილებს ხიდან ხილს ჩამოუკრებ, ის მომცემს ფიჩხს სახლის ასაშენებლად. აი, რატომ აღმოჩნდი ხის ქვეშ? მართლა ძალიან გრძელი ისტორია, მაგრამ იქნებ მე დაგეხმარო. But how? კი, მაგრამ როგორ? ერთ პენს თუ მომცემ ხეების კენწოროებს გადავუფრე და რომელიც გინდა იმ ხილს დაგიკრებ. Oh dear. აი, თურმე რას თავაზო. იცი, მოკლედ თანახმა ვარ. მე ხომ დიდი ღოჭი ვარ და უკვე დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს. მოკლედ შევთანხმდით. Thank you. მადლობა, დიდი მადლობა. არაფერს.
ახლა შემიძლია შლაპაც ვიყიდო, რომელზეც ასე ვოცნებობდი. თქვენ დიდი მადლობა, პეპლიბა. გმადლობთ, ჯო. გმადლობ. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. უკაცრავად, მე ვერ გავიგე. ჩვენ ყველანი მადლობას გიხდით, ჯო. შეგიძლია იმდენი ფიჩხი აიღო, რამდენიც სახლის ასაშენებლად დაგჭირდება. მადლობ, ქალბატონო თახვო. აკეთ. ჯებირი გაარღვია. თქვენ გაარღვიეთ ჯებირი? მე მგონი კაშხალი გასკდა. ბარი ბერტა სწრაფად. აი, მე ეჯოხი ასე შეუდგა თუ ისე. მე მგონი ასე ჯობია, თუმცა არ ვიცი. აი ასე ალბათ. ჰორიზონტალურად შეუდგი. მადლობს ჩემისთვის. გამარჯობა, ჯო. გამარჯობა, ქალბატონო გულწითელა. გამარჯობა, ბარი. გამარჯობა, ბერტა. დედამ დაგვავალა სახლის აშენებაში დაგხმარებოდით. შენ ჩვენ იმდენი კენკრა მოგვიტანე? იმედი აღადგინეთ ჯებირი. უпроსტად მინდოდა მე თქვა დამბა. რა თქმა უნდა აღვადგინეთ. აბა ბარი საქმე შევუდგეთ. ფრენკი, მოდიეთ აკა. შეხედე ამათ. ის სულელი გოჭი. გასავს ელექსირი რომ იყიდეთ. მე რა? ლამაზი ფიჩხის სახლია, ნახე ძალიან მომწონს. სახლის ფიჩხის დაგება ისეთივე იდიოტობა, როგორც მისი ჩალითა შენება, გაიგე? უფროსო, ახლაც აპირებთ ეს სახლის სული შებერვით დაანგრიოთ? არა, ცოტას დავიჩნდი. ჯერ მშენებლობა დაასრულონ იდიოტებმა. მარკო, რა მოგივიდა? კვდრის ფერი გატევს. მე დიდ ცუდ მგელს ვემალები. რომელ გელს? გელს, რომელმაც ჩალისახლი დამინგრია. ვაი, მე რა საშინელება. ეგ დიდი ბოროტი მგელი როგორ გამოიყურება? აი, ასეთია. გვიანია მომხიბლავი და ძალიან ლამაზი. ჩვენ ისე ვაქვართ. არა, მორდოს ვერ შემოანგრევს. უწინ მეცეზე მეგონა. გოჯუნებო, შემომიშვით. მეც ამას მეუბნებოდა. დიდი გოჭები თუთ ბიძებს კარებს არ ღვებენ. მეც იგივე ვუთხარი. ერთი ღრმად ჩავისუნთქავ, სულ შეუბერავ და შენი სახლი დაიშლება სულელა. მაშინ ეს ასე მითხრა და იცი მე რა მოხდა? ეს მოხდა. ალბათ ჩვენ უნდა უნდა გავიქცეთ. ხო, ამის თქვა მინდოდა. სულელი გოჭები. ვაი, მე თქვენ იგივე გააკეთეთ უფროსო. იგივე გააკეთე. იცი რა, ფრენკ? ასეთმა ფიზიკურმა დატვირთვამ მომაშივა. იცით, მეც მშიერი ვარ უფროსო. დღეს სადილად რას ისურვებდი? გოჭებს. რომ გაძლოს, სახლი უნდა აშენდეს უფრო მყარი მასალით. ხოლოდ რა შეიძლება იყოს ეს? ბატონო თხუნელა, ნება მომეცით დაგეხმაროთ. გმადლობა ხალხასა. მე უკვე საკმაოდ დავიღალე. მაბადიეთ ცნობის მოყვარეობისთვის ბატონო თხუნელა, მაგრამ რას აკეთებთ? მინდორს ქვებისგან გვათავისუფლებ. ვაშუფთავებ ჩემო ახალგაზრდა მეგობარო. ხედავ, მაგრამ რატომ? ხედავ? ეს კარტოფილია. ჩემი საყვარელი საჭმელი. თელს მინდორში კარტოფილის დათესვას ვაპირებ. მაგრამ ქვებს რატომ აგროვებთ? ქვა ძალიან გავს კარტოფილს და იცი, რა ხდება, როდესაც კბილი ქვას ხვდება? ვერ წარმოიდგენ. არ ვიცი რა.
აი რა. ქვა ძალიან მაგარია. თხუნელას კბილისთვისაც კი, ამიტომ უნდა გავასუფთავო მისგან ჩემი კარტოფილის მდელო. თქვენ ძალიან დაღლილი ჩანხართ, ბატონო თხუნელა. მოდით დაგეხმარებით. ძალიან კარგი. მისმინეთ ბატონო გოჯო, დახმარება არ გჭირდებათ? გაუმარჯოს. გამარჯობა. ჩვენ მეგობრებს გვინდა თქვენ დაგეხმაროთ. დიდი მადლობა, დამხმარე თათები არ გვაწყენდა. საერთოდ ჩვენ ლოკოკინებს თათები არ გვაქვს. მართლა, ისე კი შევნიშნე. მოვიფიქრე, ნიჟარები შეგვიძლია გამოვიყენოთ. არაჩვეულებრივი იდეა. უნდა ვიჩქაროთ, ქარიშხალი ძლიერდება. აბა ყველა მოაწექით. ერთო ჩემო, ყველანი დავშველდებით. მოვიფიქრე, ჩვენ ამ ქვების ქვეშ დავიმალებით. საიმედოა, კარგად დაგვიფარავთ. სწრაფად. სწრაფად. ქვების ქვეშ მშრალი და დაცული ხარ. ქვები მყარია. საუკუნეები ძლებს. მოვიფიქრე, ქვა. რა უნდა თქვი? ვერ გავიგონე. მე ჩემს სახლს ქვის განავაშენებ. მშვენიერი აზრია. ჯორჯ, გადასარევია. გენიალური აზრია. ბატონო თხუნელა, ამ მხოლოდ ერთი პენი მაქვს და მინდა თქვენგან ყველა ეს ქვა ვიყიდო. ერთი პენი ამ ქვებში? გაგიჟდი? ჯორჯ, ჩემო მეგობარო, ეს ქვები შეგიძლია უფასოდ წაიღო. მათ გადატანაშიც კი მე დაგეხმარები. ჩვენც დაგეხმარებით. მადლობ, დიდი მადლობა ყველას. და საით უნდა წაიღო, საით? ქვევით, ტბასთან. ძმებმა იქ ულამაზესი მიწის ნაკვეთი ვიყიდეთ. ტბასთან? იქ ხომ მიწა ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენთვის არა, ჩვენ 3 პენი მივეცით. 3 პენიო? რუხმა დათვა მიწის ნაკვეთი ტბასთან 3 პენად მოგხიდა? არა, თავხედმა რუხმა დათმა კი არა, მიწამელია ედვარდმა მოყიდა, ის ძალიან თავაზიანი იყო. რუხმა დათმა არ მოგყიდათ? სიმართლე გითხრათ, რუხი დათვი უკვე ერთი კვირა არ მინახავს. ო, მართალია, ეს იმიტომ რომ ის საავადმყოფოში წერს. წარმოუდგენელია, რა მოვიდა. მან რაღაც ელექსირი დალია და მუცლის საშინელი ტკივილი სასწრაფოდ გააქანეს. აი, ჯორჯ, ეს ბოლო ქვებია. ძალიან კარგი. ამით ბუხარს გავაკეთებ, ბატონო თხუნელა. ძალიან გთხოვთ ეს ერთი პენი გამომართვათ. არა, კაცო, რა სამობ, ქვები რომ მომაშორე, პირიქით მადლობელი ვარ. თუმცა თუ ასე გინდა, ამ ერთ პენის ამ საჭმლის ქოთანში გამოგარტყმევ. მე ახალი მაქვს, ეს კი ძველია და აღარ მჭირდება. მოვილაპარაკეთ. წარმატებას გისურვებ, ჯორჯ. გმადლობ. ნახვამდის, ბატონო თხუნელა. კარგად იყავით, ლოკოკინებო. კარგად, ნახვამდის, ჯორჯ. ესეც ასე. დედას სახლი მოეწონება. შეიძლება შემოვიდე. მარკო, ჯო.
Have you seen him yet? ის უკვე ნახე? ვინ უნდა მენახა? შენც ის დიდია და ბოროტი. რა, არის იმას რა ქვია? გელი. And then, შემდეგ მან შეუბერა ჩემს თივის სახლს და გაანადგურა. and he didn't. ჩემს ფიჩხის სახლსაც იგივე დაემართა. I don't understand. რაღაცა არ მესმის, რატომ ვერ იტანს ეს მგელი გოჭებს? I don't hate pigs. ვერ ვიტან ცოცხალ გოჭებს, მე მიყვარს შემწვარი გოჭები, შემწვარი. With a nice applesauce. სწრაფად, ყველანი შიგნით სწრაფად. Hey, bet. აი, ხომ დაწმუნდით, რომ ეს მტკივნეულია? Little pigs. გოჭებო, შემომიშვით გოჭებო, გოჭუნებო. მაშინაც ეს გვითხრა. Not by the head. მოზრდილი გოჭები ცუდ ბიძებს კარს არ უღებენ. We said that. ჩვენც იგივე ვუთხარით. They said that. ცუდ ბიძიებს იმედია ბოლოჯერ ახსენებთ. შევის უთქავდა ისე შეუბერამ, რომ თქვენი სახლი დაინგრეს. And he said, მაშინაც ეს თქვა და შემდეგ სახლი დაინგრა. then, kaboom. Try it again, boy. ვაიმე, კიდევ ერთხელ სადეთ უფროსო? Okay. კარგი ვწდი. I'm sure I see. დარწმუნებული ვარ ეს მგელი ადრეც მინახავს. ხო, ახლა კი როდესაც ამ საკითხს შეეხე. მე მგონი უკვე ორჯერაც მინახავს. ედვარდი. BB Wolf's magic. ექიმიკლის ჯადოსნური ელექსირი ყველა ავადმყოფებისთვის. He's the one that. ეს მან მომყიდა ჯადოსნური ელექსირი. დიდი შუდი მგელი. What's that? რა არის ეს? გელია. საკვამურიდან მოძვრება. Oh no! არა, ის ჩვენ შევჭამს. No, he won't. ციხებსაც ვერ მოგჭამს, მაგრამ თქვენ უნდა დამეხმაროთ. ამაზე ადრე უნდა მефიქრა. ეს უფრო ადვილია ვიდრე ბუშტივით გაბერვა. ახლა ვერაფერი გიშველი ჩემო გოჭუნიებო. გემრიელი საჭმელი მეlis. Hey, boss. უფროსო, ვერაფერს ვხედავ, რა ხდება? გადაიქედან. I'll go and fetch him. წავალ, დედას მოვიყვან. What do we do? გელს რა უღოთ? What are you three pigs სულო ორებო რასაკეთებ ჩემს მიწაზე? შვენის ვიყიდეთ. didn't buy it from me? ვის განიყიდეთ? I own it. ვიცის ფლობელი მე ვარ. You go. კეთილ კეთილ. Hey, like this. ეს ქვის სახლი კი მომწონს, ჩემთვის დავიტოვებ. Mr. Grizzlebear. ბატონო რუხო დათო, გავიგი ავადიყავით. ახლა თავს როგორ გრძნობ? Feeling better now. I'd be feeling ახლა უკეთესად ვძღაბ, ახლა ის არ ამზადა ვიცეს ჯადოსნური ელექსირი და ამზადა. ჯადოსნური ელექსირი? დიახ, სწორედ ის. თქვენ რა გამაგართვით? უბრალოდ დედა თქვენმა რომ ამცა. It put me in hospital. თელი ბოთლი დაულიე და თელი კვირა სავატყაპოში გავატარე. კიდევ კარგი დედა მართალია. Give anything to get ყველაფერს მიმცემდი აღოთ ის არ ამზადა ჩამაგდებინა ხელში. ყველაფერს? anything. ყველაფერს. Anything include this. ამარა ჩვეულებრივ ადგილსაც დათმობდით ტყვის სანაპიროზე. If you give me იმ one, არ ამზადას თუ ჩამაბარებთ ეს მიწას და სახლით თქვენი იქნება. Mr. Grizzlebear. ბატონო რუხო დათო, მომყევით.
ეპილოგი. ასე ჩავაბარეთ რუხ დათვს მატყუარა მგელი და ბრიყვი ყარყუმი ფრენკი. და მან ჩვენ მიდაგვაჩუქა? ბიჭებო, თქვენ ისეთი ჭკვიანები ხართ. ყველა ჩვენი მეგობარი საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდა. ჩემი სამი პატარა გოჭის წყალობით ჩვენ კვლავ ერთად ვიცხოვრებთ. მაგრამ თქვენ არ გითქვამთ, რა ბედი ეწია დიდ ცუდ მგელს. ბატონ რუხ დათვს ისე მოეწოდა ჩვენი ქვის სახლი, რომ გადაწყვიტა თავისთვისაც ისეთივე აეშენებინა. აბა გამოიცანი ვინ უშენებს სახლს? ყარყუმი ფრენკი და დიდი ცუდი ვინ? გელი. გელი. თქვენთან ერთად ბავშვებო მოვიარე მთაბარი და კეთილად დავასრულეთ ჯადოსნური ზღაპარი. მალე ისევ შევხვდებით. წასვლის ჟამიც დადგა. ზღაპრებით მაქვს სავსე. ჯადოსნური ჩანთა.